როცა ფინეთი ნატოში გაწევრიანდა, ეს დაანგრია ილუზია, რომელსაც ვლადიმირ პუტინი ცდილობდა შეექმნა. რუსეთის პრეზიდენტის მუქარები არაფერს ნიშნავდა. ფინეთმა პუტინს გამომწვევად დაუპირისპირდა გააკეთა ის ერთადერთი რამ, რაც მას ყველაზე ნაკლებად სურდა. მაგრამ ეხლა რუსეთის პრეზიდენტისთვის სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება. ფინეთმა რუსეთს საშიში ბირთვული გზავნილი გაუგზავნა. ნატოს ალიანსი კიდევ უფრო გაძლიერდა. რაც შეეხება პუტინს, მან ახლახან გაიგო, რომ ბირთვული მუქარები, რომლებსაც ასე მარტივად ისვრის, შეიძლება უპასუხოს ძალამ, რომელიც ბევრად აღემატება რუსეთისას. დაიცადეთ ერთი წამით. შეიძლება თქვათ აქ შეგაჩერებთ. ფინეთს ბირთვული იარაღი არ აქვს, ასე რომ როგორ შეიძლება რუსეთისთვის ბირთვული საფრთხე წარმოადგენდეს. კარგი შეკითხვაა და მართალი ხართ. ფინეთს ბირთვული იარაღი არ აქვს. მაგრამ რაც აქვს, ეს არის 1335 კილომეტრიანი საზღვარი რუსეთთან და წევრობა კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაში, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ბრძოლაში უამრავი ბირთვული იარაღის ჩართვა შეუძლია. და ეს პუტინის პრობლემაა. ფინეთი არ ამბობს, რომ ბირთვული იარაღს გამოიყენებს რუსეთის წინააღმდეგ. ის ამბობს, რომ პირველად დაუშვებს, რომ ბირთვული იარაღი განთავსდეს თავის ტერიტორიაზე, რათა მზად იყოს მყისიერი დარტყმისთვის, თუ პუტინის მუქარების სიტყვებიდან რეალობად იქცევა. 17 ივნისს ფინეთის პარლამენტარები შეიკრიბნენ, რათა ახალი კანონისთვის მიეცათ ხმა, რომელიც ყველაფერს ცვლის. და ხმათა 125-ის 61-ის წინააღმდეგ კანონი მიიღეს. ეს ნიშნავს, რომ ფინეთმა ახლახან გააუქმა ბირთვული იარაღის მრავალწლიანი აკრძალა, რაც შესაძლოა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის სამხედრო პოლიტიკის ყველაზე დიდი ცვლილებაა. ნატოსთან გაღრმავებული ინტეგრაცია ამ გადაწყვეტილებაში აშკარად ჩანს. მაგრამ რუსეთისთვის ამ გადაწყვეტილების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ახლა ნატოს საბოლოოდ ეძლევა შესაძლებლობა ბირთვული იარაღი პირდაპირ რუსეთის საზღვართან განათავსოს. ეს ვლადიმირ პუტინის ყველაზე საშინელი კოშმარია. და ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელიც ფინეთმა მსუბუქად მიიღო. ქმის მიცემის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკინენმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. ბირთვული იარაღის საერთო პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი იყო თავდაცვის სამინისტროში ამ საპარლამენტო ვადაში. წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევები, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებთან და სხვა მოკავშირეებთან გამართული დისკუსიები, ასევე შეფასებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ფინეთის უსაფრთხოების გაძლიერება ნატოში, განაცხადა მან, როცა ამ გადაწყვეტილებას ფინეთის უსაფრთხოებისთვის და ნატოს უფრო ფართო პოზიციისთვის რუსეთის წინააღმდეგ აუცილებელ ნაბიჯად მოიხსენია. ფინეთის ბირთვული აკრძალვა გაუქმდა. ეს გადაწყვეტილება ფინეთს საშუალებას აძლევს მიიღოს, გადაიტანოს და ხელი შეუწყოს ბირთვული იარაღის გადაადგილებას მთელ მის ტერიტორიაზე, რაც ეწინააღმდეგება იმ პოზიციას, რომელსაც წლების განმავლობაში იცავდა. უკრაინის ომამდე ფინეთს სურდა, რომ რუსეთი არ გაეღიზიანებინა. სწორედ ამიტომ არ უერთდებოდა ნატოს და სწორედ ამიტომ ფინეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებაც კი არ განიხილებოდა. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც პუტინმა შეჭრა წამოიცვა. ახლა რუსეთის საფრთხეა როგორც ჩვეულებრივი სამხედრო ძალის, ისე ბირთვული თვალსაზრისით. ამ ცვლილებასთან ერთად ფინეთს მოუწევს ადაპტაცია და ამ ახალი კანონის მიღება, ან უпростоრად ძველი კანონის ნაგლეჯებად ქცევა, არის ფინეთის გზა მიიღოს ის რეალობა, რომელსაც 2020-იან წლებში აცდება და ამავდროულად აცნობს პუტინს, რომ ყველინც ვერაფერს ვერ მიიღებს ისე, როგორც თავად უნდა. პუტინის მიზანია, როგორც უკრაინის ომით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, რუსეთი წარმოაჩინოს როგორც სერიოზული საფრთხე ყველა იმ ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც პუტინის ბრძანებაზე არ ეკითხება, რამდენად მაღლა უნდა ახდეს. უკრაინაში შეჭრა უნდა დასრულებულიყო ძალიან სწრაფად, რათა ეს საფრთხე კიდევ უფრო გაემყარებინა. მაგრამ წლების განმავლობაში სასტიკმა ბრძოლებმა და პუტინის მუქარის მიუხედავად, რუსეთის წარუმატებლობამ მხოლოდ გამოიწვია ფინეთის თავდაცვის პოლიტიკის მრავალწლიანი ტრანსფორმაცია, რომელიც საბოლოოდ ამით დასრულდა. ბირთვული იარაღის გადატანა ახლა უკვე შესაძლებელია ფინეთის გავლით და ეს ნიშნავს, რომ ბირთვული გზა რუსეთამდე უფრო მოკლეა ვიდრე ოდესმე. ეს გადაწყვეტილება ასევე მიუთითებს ფინეთის ის დამოკიდებულების ცვლილებაზე ბირთვული იარაღის მიმართ. ნამდვილად გსურთ ფინეთში ბირთვული იარაღის განთავსება თქვენს ტერიტორიაზე. როგორც New York Times-ი აღნიშნავს, ფინეთი 10 წლეულების განმავლობაში თავს არიდებდა ნატოში გაწევრიანებას და მას აქვს ღრმა და გამართლებული შიში ბირთვული იარაღის გავრცელების მიმართ, რადგან ეს ქვეყანა ესაზღვრება რუსეთს. მაგრამ პუტინის ქმედებებმა ფინეთი აიძულა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იდეალურ სამყაროში მას არასდროს მიიღედა. და ეს პუტინისთვის კიდევ ერთი დარტყმაა. შიშს უნდა შეეჩერებინა ფინეთი მსგავსი ნაბიჯის გადადგმისგან. პუტინის ქმედებებმა კი ამის საპირისპიროდ ფინეთი აიძულა ნატოში მაქსიმალური როლი მიეღო, ალბათ საჭიროებიდან გამომდინარე და არა სურვილით. და ამან მთლიანად შეცვალა პუტინის გეგმები ნატოსთან მომავალში დაპირისპირების შესახებ. მოდით ყველაფერს ძირეულად შევხედოთ. ეხლა ფინეთს არ აქვს ბირთვული იარაღის პროგრამა, რაც სავარაუდოდ იმასაც ნიშნავს, რომ მას ბირთვული იარაღის შესანახი ობიექტებიც არ გააჩნია. მაგრამ ეს არ არის მთავარი საკითხი. ამ გადაწყვეტილებამ გახსნა შესაძლებლობა, რომ ბირთვული იარაღი ფინეთის ტერიტორიით გადაიტანონ და შესაძლოა ფინეთიდანვე გაუშვან რუსეთში. და ნატოს ბირთვული იარაღი არის ძალთა ბალანსის მთავარი ფაქტორი, როდესაც საქმე რუსეთთან ურთიერთობას ეხება.
სტატისტიკას მიხედვით ნატოს მოკავშირეები, რაც ძირითადად ნიშნავს აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს, როგორც ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს, 2026 წელს ერთობლივად 4215 ბირთვული ქობინის გამოყენება შეეძლოთ რუსეთის წინააღმდეგ. ცივი ომის პიკზე, როდესაც ბირთვული შეიარაღების რბოლა უმაღლეს წერტილში იყო, ეს რიცხვი ბევრად უფრო მაღალი იყო. 1966 წელს ნატოს მოკავშირეებს ჰქონდათ წვდომა 31492 ბირთვული იარაღზე, ხოლო რუსეთს ჰქონდა დაახლოებით იგივე რაოდენობა, რაც დიდწილად ხსნის, რატომაც ფინეთი ასე დიდხანს არ უერთდებოდა ნატოს. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთი აქტიურად იჭრება უკრაინაში და რუსეთის მუქარები ბევრს, მათ შორის გერმანიის არმიის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ქრისტიან ფროიდენტალერს, აიძულებს პირდაპირ განაცხადონ, რომ ნატო უნდა იყოს მზად ომისთვის რუსეთთან. ცივი ომის გათვლები აღარ მოქმედებს. ფინეთი ვეღარ შეძლებს რუსეთი დააწყნაროს და რუსეთის სამიზნის მიღმა დარჩენით საფრთხეს თავი აარიდოს. ამის ნაცვლად ეხლა თავად რუსეთი უნდა ამოიღოს მიზანში. და ეს ახალი გადაწყვეტილება ამის გასაკეთებლად იდეალური გზაა. რუსეთისთვის ეს მხოლოდ იმას ადნიშნავს, რომ კიდევ ერთმა ევროპულმა ქვეყანამ დაამტკიცა ბირთვული იარაღის განთავსება თავის ტერიტორიაზე. ეს არის ქვეყანა, რომელიც რუსეთთან ყველაზე ახლოსაა, სულ მცირე ნატოს თავდაცვითი პოზიციის თვალსაზრისით. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მასპინძლობენ ბირთვული იარაღს, რომელიც მათ თვითონ შექმნეს. ამასთან ერთად 5 ქვეყანა მასპინძლობს აშშ-ში დამზადებულ ბირთვულ იარაღს: გერმანია, ბელგია, იტალია, თურქეთი და ნიდერლანდები. იარაღის კონტროლის ცენტრი აღნიშნავს, რომ ამ იარაღებიდან არც ერთი არ არის შეიარაღებული ან განთავსებული თვითმფრინავებზე. ყველა მათგანი ინახება WS-3 მიწისქვეშა საწავებში, ავიაბაზებზე და არც ერთი მათგანი ვერ იქნება შეიარაღებული აშშ-ის კონტროლირებადი Permissive Action Link-ის ან PAL კოდების გარეშე. ამ ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის საჭიროა მათი ჩატვირთვა ორმაგი დანიშნულების მქონე ნატოს გამანადგურებლებში ან ბომბდამშენებში, ხოლო ყველა ამ ქმედებას აშშ-ში უნდა დაეთანხმოს და მიაწოდოს PAL კოდები. ერთი მხრივ ეს ნიშნავს, რომ ფინეთი არ წარმოადგენს დაუყოვნებელ ბირთვულ საფრთხეს რუსეთისთვის. გარდა ამისა, მან სულ ახლახან გააუქმა თავისი ძველი კანონები. ჯერ არ ვიცით გამოიყენებს თუ არა აშშ-ში ფინეთის ავიაბაზებს ბირთვული იარაღის შესანახად. მაგრამ მეორე მხრივ, პრაქტიკული საკითხები მომავლის პრობლემებია. ამჟამად მთავარი არის გზავნილი. ნატო ძლიერდება და ფინეთი ამ ყველაფრის ცენტრშია. ახლა ნატოს ალიანსში ის ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს, აცხადებს, რომ მზად არის ბირთვული იარაღის მისაღებად. ეს მხოლოდ თავისთავად საშიშია პუტინისთვის. ყველა მუქარა, რომელიც ოდესმე გაუკეთებია ნატოსთან დაკავშირებული ქვეყნის მიმართ, ეხლა უკან უბრუნდება და მას ავიტროებს ალიანსის ახალი წევრის წყალობით. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტისთვის საქმე კიდევ უფრო რთულდება, რადგან ფინეთის ბირთვული გადაწყვეტილება ერთადერთი პრობლემა არ არის, რომელსაც ის აწყვეტება. ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების უკან დგას კიდევ უფრო დიდი პრობლემა. ნატო ახლა რუსეთს უსერიოზულ კონვენციურ და ბირთვულ საფრთხედ აღიქვამს, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ოდესმე აღიქვამდა. ეს ყველაფერი ცვლის რუსეთისთვის, მაგრამ სანამ უფრო ბრმად შევალთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ ასეთი ტიპის ანალიზი გსურთ უფრო ხშირად დიხილოთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. ფინეთის მასშტაბური ბირთვული გადაწყვეტილება მოხვა ნატოს კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს, რომელმაც პუტინი დაძაბა. 8 ივნის ნატო გამოაცხადა, რომ გააძლიერა თავისი პოზიციები ჩრდილოეთ და არქტიკის რეგიონებში. შექმნა რა ალიანსის უახლესი მრავალეროვნული წინ განლაგებული სახმელეთო ძალები, ანუ FLF. ეს FLF ოპერირებას 6 ივნის დაიწყო და განთავსებულია ფინეთსა და შვედეთში. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთი არის წამყვანი ქვეყანა და ხელმძღვანელობს ამ ძალებს, ფინეთის FLF ნატოს მე-9 FLF-ია, რომლის პირველი ერთეული 2017 წელს შეიქმნა კოლექტიური თავდაცვის ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგს. ამ FLF-ის შექმნის გადაწყვეტილება რეალურად 2024 წელს იქნა მიღებული, მალევე მას შემდეგ, რაც შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანდნენ, ასე რომ რუსეთს ეწოდინებოდა, რომ ეს მოხდებოდა. ახლა არასწორად ნუ გამიგებთ, ეს არ არის უზარმაზარი ძალა. ჩრდილოეთის თავდაცვის სექტორის მიხედვით, FLF ფინეთი შედგება შვედური ბატალიონისგან, რომელშიც იქნება 600 ჯარისკაცი, რაც აშკარად საკმარისი არ არის რუსეთის შესაჩერებლად, თუ ის სრულმასშტაბიან შეჭრას განახორციელებს ნორდიკულ ტერიტორიებზე. მაგრამ ეს არ არის მთავარი. პირველ რიგში FLF ფინეთი შეიძლება გაიზარდოს სხვა ქვეყნების ცვლილით. სინამდვილეში დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, დანია, ისლანდია და ნორვეგია უკვე განაცხადეს, რომ შვედეთთან და ფინეთთან ერთი მუშავებენ ამ ძალის განვითარებას. ასე რომ 600 ჯარისკაცი მხოლოდ საწვესი წერტილია და არა ის სრული ძალა, რომელსაც FLF ფინეთი გამოიყენებს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ FLF ფინეთი ნიშნავს, რომ ნატოს ახლა შეუძლია სახმელეთო ძალების კოორდინაცია. რეგიონში, რომელიც როგორც ჩანს, ერთ-ერთი პირველია იმ ადგილებს შორის, სადაც რუსეთი შეჭრას აირჩევდა. თუ პუტინი სრულად დაკარგავს გონებას და გადაწყვეტს, რომ უკრაინაში მარცხი ნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა გაამწვავოს კონფლიქტი მთელ ევროპაში. ვინ იცის, შეიძლება ეს FLF საბოლოოდ მონაწილეობას მიიღებს ფინეთის ახალი ბირთვული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. ბირთვული იარაღზე საუბრის გაგრძელებისას ფინეთი მარტო არ არის პუტინისთვის იმის ჩვენებაში, რომ თუ ცეცხლთან თამაში გააგრძელებს, აუცილებლად დაიწვება.
18 ივნის სულ რამდენიმე დღეში მას შემდეგ რაც ფინეთმა ახალი კანონი მიიღო, ბრიტანეთის თავდაცვის ჟურნალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატოს ბირთვული დაგეგმის ჯგუფმა მინისტრული განცხადება გააკეთა. ეს თავისთავად შეიძლება განსაკუთრებულად არ ჩანდეს, მაგრამ ამ განცხადების მნიშვნელობა იმაშია, რომ ეს პირველი განცხადებაა, რომელიც ნატოს ბირთვული დაგეგმის ჯგუფმა 2007 წლის შემდეგ გაავრცელა. და ის მთლიანად ეხებოდა ნატოს ბირთვული შესაძლებლობების მოდერნიზაციასა და ალიანსის ბირთვული დაგეგმვის შესაძლებლობების გაძლიერებას. დროის დამთხოვა ძალიან იდეალურია, რომ უბრალოდ შემთხვევითობა იყოს. ეს ნატოს ქმედებაა, რომელიც იმ დანას, რომელიც ფინეთმა ახლახან პუტინის გვერდში ჩაარჭო, კიდევ უფრო უმატებს მტკივნეულ ბრუნს. ეხლა ეს განცხადება არაფერს განსაკუთრებულად დრამატულს არ შეიცავს. მასში არ წერია, რომ ნატომ მზადაა ნებისმიერ წამს ბირთვული იარაღი გაუშვას რუსეთის მიმართულებით. მაგრამ როგორც ერთმა ანონიმურმა ნატოს ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომელსაც ციტირებს ბრიტანეთის თავდაცვის ჟურნალი, ეს აჩვენებს, რომ ნატოს საექსპედიციო სამხედრო ოპერაციებიდან დაბრუნდა აქტიურ თავდაცვასა და შეკავების პოლიტიკაზე ევროატლანტიკურ რეგიონში. და ეს ყველაფერი არ არის. იგივე ოფიციალური პირი ამბობს, რომ აშშ-ში სრულად ეთანხმება ამ ცვლილებას. უარყოფს მტკიცებებს, თითქოს აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰექსეთი უბრალოდ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მივიდა, სადაც განცხადება მომზადდა მხოლოდ შესავალი სიტყვის სათქმელად, ხოლო ოფიციალური პირი ამბობს, რომ აშშ სრულად ევთვება ნატოს ბირთვული გაზიარების მისიაში. ოფიციალური პირის თქმით, ის საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად აქტიურად ახორციელებს თავისი ბირთვული ძალების მოდერნიზაციას. ისინი ამატებენ, რომ აშშ-მ არაერთხელ დაადასტურა თავისი ბირთვული გარანტია ნატოს დანარჩენი წევრებისთვის, მიუხედავად ინდივიდუალური ცვლილებებისა. ეს განცხადება გაკეთდა მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით ხდება B-52 ტიპის ბომბდამშენების ფლოტის კორექტირება და არსებობს მტკიცებები, რომ აშშ აპირებს შეანციროს ევროპული ნატოსთვის ხელმისაწვდომი ღრმა დარტყმის შესაძლებლობები საბრძოლო გემების გამოყვანით და ნატოსთვის ხელმისაწვდომი F-16 და F-15E ტიპის გამანადგურებლების რაოდენობის 150-დან 100-მდე შემცირებით. ჩვენ ერთი წუთის წინ დროის საკითხი ვახსენეთ და აქ მხოლოდ ფინეთის გადაწყვეტილების დრო არ არის მნიშვნელოვანი. ნატოს ახალი განცხადება გაკეთდა დაახლოებით 1 თვის შემდეგ, რაც რუსეთმა ბელარუსთან ერთად სამდრიანი წვრთნები ჩაატარა. და NBC News-ის ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილეობდა 64,000 ჯარისკაცი, 200 სარაკეტო დანადგარი, 140-ზე მეტი თვითმფრინავი, 73 საბრძოლო გემი, 13 წყალქვეშა ნავი და 8 კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, ბირთვული კობინებით. ეს წვრთნები აშკარად იყო მცდელობა ბირთვული იარაღით მუქარის გზით ზეწოლის მოხდემისა, როგორც რუსეთს არაერთხელ გაუკეთებიადნენ. ასევე არსებობს ვარაუდები, რომ წვრთნები ძირითადად ემსახურებოდა ჯარისკაცების მომზადებას, ორეშნიკის ჰიპერბგერითი რაკეტების გამამოყენებაში, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით ბელარუსშია განთავსებული. ვლადიმერ პუტინი ხშირად მიმართავს ბირთვული იარაღით მუქარას. ფინეთმა და ნატომ ერთად აჩვენეს რუსეთის ლიდერს, რომ მხოლოდ მას არ შეუძლია მუქარით ძალის დემონსტრირება. საინტერესოა, რომ ფინეთსა და ნატოს მიერ გადადგმული ნაბიჯი შესაძლოა ზუსტად ის იყოს, რასაც ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭო საჭიროებად მიიჩნევდა 17 ივნისის სტატიაში, სადაც რუსეთი ბომბიანი დათვი უწოდა. ICFR-ის მთავარი არგუმენტი იყო, რომ ევროპულ ნატოს უნდა გაეზარდა ძალისხმევა და შეევსო ბირთვულ შესაძლებლობებში არსებული ხარვეზები. თუმცა სტატიის ძირითადი ნაწილი უფრო იმაზე იყო კონცენტრირებული, თუ როგორ უნდა იპოვოს ევროპულმა ნატომ გზა ამის განხორციელებისთვის აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე. იმის გათვალისწინებით, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მუდმივი გაურკვევლობაა აშშ-ის ნატოსთან მიმართებაში. ასე რომ შესაძლოა ფინეთის ბოლო ქმედება სხვა კუთხითაც შეავასო. თუ აშშ-ს სურს ბირთვული იარაღის განთავსება ფინეთში, მაშინ შესანიშნავია. იმ ოფიციალური პირის პოზიცია, რომელმაც ბრიტანეთის თავდაცვის ჟურნალთან ისაუბრა, რეალობაა და რუსეთი დიდ შეკავების ფაქტორს აწყდება. მაგრამ თუ ნებისმიერი მიზეზით აშშ-ს ევროპიდან ბირთვული იარაღს გაიყვანს, ფინეთი მაინც გახდება ხელმისაწვდომი დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისთვის, როგორც მათი ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსების ადგილი. რაც მაინც ნიშნავს, რომ რუსეთზე არსებობს აშკარა და ძალიან რეალური საფრთხე, თუ პუტინი ტრადიციულს გადააჭარბებს და ატომური იარაღის გამოპენების სურვილი გაუჩნდება. აშშ-ის ბირთვული ქოლგა უახლოეს მომავალში შეუძლელია. ევროპელებს მისი მიტოვება არ შეუძლიათ. მაგრამ მათ უნდა შექმნან რაღაც, რაც მის შეკავების ეფექტს მიუახლოვდება, რათა რუსეთის ლიდერებმა არ დაინახონ ამერიკის მიერ ევროპის დაცვის მიტოვება, როგორც შესაძლებლობა. გამოიყენონ თავიანთი გამარჯვების თეორია, კონცეფციები და შესაძლებლობები, აცხადებს ICFR. შესაძლოა ჩვენ ხედავთ პირველ ნაბიჯს იმისკენ, რომ შეიქმნას რაღაც, რაც აშშ-ის მიერ უზრუნველყოფილი შეკავების ამჟამინდელ ეფექტებს ასახავს. და თუ ასეა, ფინეთი ამ პროცესის გულშია. მოდით ფინეთს დაუბრუნდეთ, როცა ვიდეოს ვასრულებთ. ბოლო თვეებში ფინეთმა სხვა ნორდიულ ქვეყნებთან ერთად დაიწყო ხმამაღალი შეშფოთების გამოხატვა რუსეთის სამხედრო გაძლიერების გამო მათ საზღვრებთან. თანამედროვე სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ ეს სამხედრო გაძლიერება, რომელიც მოიცავს ახალი ბარაკებისა და ობიექტების აშენებას, შესაძლოა საკმარისი იყოს იმისთვის, რომ რუსეთმა 115,000 ჯარისკაცი განათავსოს ნორდიული და ბალტიისპირეთის რეგიონების საზღვრებთან. ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როცა ნატოს შიგნით ზოგიერთი ადამიანი ვარაუდობს, რომ რუსეთთან ომი შესაძლოა მომდევნო 3-დან 5 წელიწადში დაიწყოს, როგორც GIS-ის ანგარიშები ამბობს. ასე რომ ფინეთმა ეს მასშტაბური ბირთვული გადაწყვეტილება უბრალოდ თავისით არ მიუღია. ფინეთმა ეს ნაწილობრივ იმიტომ გააკეთა, რომ რუსეთი ძალიან აშკარად აჩვენებს, რომ პუტინი რაღაცას გეგმავს. თუ ეს რაღაც ნატოს ტერიტორიაზე შეჭრაა, მაშინ 10,000-ობით ჯარისკაცი ნორდიულ და ბალტიის საზღვრებზე ბუნებრივ საწესწერტილად ჩანს.
ფინეთს სჭირდება, რომ ნებისმიერი გზით შეაჩეროს რუსეთი ამ გეგმების განხორციელებისგან. ქვეყნის ბირთვული გადაწყვეტილება არის ფართო გარდაქმნის კულმინაცია თავდაცვით პოლიტიკაში, რომელსაც ფინეთი წლების განმავლობაში აშიატარებდა. თუმცა ფინეთს ბოლო რამდენიმე ათეული წელი რუსეთი არასოდეს მიუღია მსუბუქად. დიახ, ფინეთი ნატოში არ შესულა მანამ, სანამ პუტინმა ფინელები ამისკენ არ უბიძგა. მაგრამ ისე არ იყო, თითქოს ფინეთი რუსეთის მიმართ სრულიად ნეიტრალური ყოფილიყო. როგორც GIS-ის ანგარიშები აჩვენებს, ფინეთი ერთ-ერთი იმ რამდენიმე ევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც არ დაუშვა სიფრთხილის მოდუნება. სხვა ქვეყნები ცდილობდნენ ახალი რუსეთის მიღებას, რომელიც შემდეგ იქცა იმად, რასაც დღეს ვხედავთ. ფინეთი კი ჩუმად ემზადებოდა ბრძოლისთვის, რომელიც ყოველთვის ეგონა, რომ შეიძლებოდა დაწყებულიყო. ამის ნიშნებს ფინეთის სამხედრო ძალებშიც ვხედავთ. ხედავთ მიუხედავად იმისა, რომ ფინეთის არმიაში მხოლოდ 24,000 მოქმედი სამხედროა, რეზერვისტების რაოდენობა 870,000 აღწევს, ხოლო პარამილიტარული ძალები თითქმის 54,000 შეადგენს ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა სულრადაც 5,600,000-ზე ოდნავ მეტია. ფინეთს არასოდეს შეუცვლია ჯარისკაცების მომზადება და როდესაც რუსეთმა უკრაინას შეიჭრა, რამაც ფინეთი ნატოში გაწევრიანებისკენ უბიძგა, დავიწყეთ იმის დანახვა თუ რატო. ეხლა როცა ფინეთი უფრო მეტად საბრძოლო რეჟიმისკენ მიდის, მისი მომზადება, რომელიც 90-იან წლებში შეიძლება უაზროდ მიეჩნიათ, ეხლა შედეგს იძლევა. ესტონეთთან ერთად ფინეთი ფლობს ფინეთის ყურეში შესვლის კონტროლს. ეს ბერკეტია, რომელიც შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. GIS-ის ანგარიშის მიხედვით, ადრე განხილული FLF შეიძლება 6,000 ჯარისკაცამდე გაიზარდოს. და ეს ნატოს მხარდაჭერით გაძლიერებულ სკანდინავიურ საჰაერო ძალებთან ერთად უზრუნველყოფს საჰაერო უპირატესობას, რომელიც საჭიროა რუსეთისთვის ფინეთის ყურეში შესვლის აღსაკვეთად. და ახლა ბირთვული იარაღის გადაადგილება ფინეთის ტერიტორიაზე ნებადართულია. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ პუტინს სერიოზული პრობლემა აქვს ფინეთთან დაკავშირებით. და ეს პრობლემა აქედან მხოლოდ გაიზრდება. ეხლა უკვე ბირთვული იარაღიც დაემატა ყველა სხვა მზადებასთან ერთად. ხვალ კიდევ უფრო ძლიერი ფინეთი იქნება. ივნისის დასაწყისში ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა შესთავაზა 8,8 მილიარდი დოლარიდან. ახლა ის 2029 წლისთვის ცოტაზე მეტს, 16 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ხოლო შემდეგ ხარჯები დაახლოებით 17,2 მილიარდ დოლარზე შენარჩუნდება 2026 წლამდე. ეს წინადადება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ ის სრულყოფილად ასახავს იმ განწყობას, რაც ფინელებს ამჟამად რუსეთის მიმართ აქვს. პუტინის საფრთხეა. ფინეთის პასუხი ამ საფრთხეზე შიშით უკან დახევა არ ყოფილა. ფინეთმა აჩვენა პუტინს, რომ რუსეთი ვერ დააშინებს ფინეთს და ვერ აიძულებს უკან დაიხიოს. ეს პოზიცია კიდევ უფრო გაძლიერდება. სამხედრო ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება. თუ ნატო სრულად გამოიყენებს ფინეთის ბირთვულ გადაწყვეტილებას, რუსეთისთვის შექმნილი შეკავების მექანიზმი უფრო მომაკვდინებელი იქნება, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილა. როდესაც რუსეთი ფინეთში ამ ყველა პრობლემას აწყდება, მას ასევე უწევს ნატოს გაძლიერებასთან გამკლავებას სხვა რეგიონებშიც. ბალტიის თავდაცვის ხაზი ძლიერდება. ახალი თავდაცვითი სისტემები და სამხედრო სადგობის სტრუქტურები იქნება. ყველაფერი იმისთვის, რომ პუტინს მიანიშნონ, ნატო მზად იქნება, თუ რუსეთი იმდენად სულელია, რომ ევროპის ნატოს წევრ ქვეყნებში შეიჭრას. გაიგეთ, რას ნიშნავს ეს ცვლილებები ბალტიის და რუსეთისთვის ჩვენს ვიდეოში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგაუწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი ჩვენი მასალა ნატოს პოზიციის ევოლუციაზე რუსეთის წინააღმდეგ. მადლობა ყურებისთვის.